გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ქუთაისში რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა, მიზეზი წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთება. Როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით არის მიღებული და მიზნად ისახავს რესურსის სამართლიან განაწილებას, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. უკანონო ქმედების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ მომხმარებლების გაფრთხილება გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. დეტალებს ლევან წუწუნავა გვიამბობს. ავტოსამრეცხაოები, ცხოველთა სასაკლაო საცხობები, იმერეთში რამდენიმე კომერციულ ობიექტს წყალმომარაგება შეეზღუდა. მიზეზი უკანონო დაერთებებია. სასმელ წყალზე დანაკარგების აღმოსაფხრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მათთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მხოლოდ ამ თვეში არასაყოფა ცხოვრებო სექტორში იურიდიული პირების მხრიდან ათეულობით უკანონო დაერთება დაფიქსირდა ქსელზე. ამ მიმართულებით თითოეულ მათგანთან შედგენილი არის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ზოგადად სასმელ წყალზე დანაკარგების შემცირება ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გავაგრძელებთ მონიტორინგს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგების და წყალარინების ქსელებზე უკანონო მიერთებების ფაქტები ქუთაისში გამოავლინა. კომპანიის ინფორმაციით აღნიშნული ობიექტები წყალმომარაგების ქსელზე კანონის დარღვევით იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. აღმოჩენილი იქნა არაერთი სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მქონე ობიექტები, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ და სარგებლობდნენ როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემებით, რომლებთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სამართალდარღვევის ოქმები. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ წყალმომარაგება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში იზღუდება და პროცესი სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ვინაიდან არსებული უკანონო საქმიანობა ძალიან დიდ ზიანს აყენებს როგორც კეთილსინდისიერ მომხმარებლებს, ასევე არსებულ ინფრასტრუქტურას, გთხოვთ მოგვართოთ კომპანიას აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადები. ერთი კვირის წინ უკანონო მიერთებების ფაქტი კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოავლინა. წყლის მიწოდება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს შეეზღუდა. უკანონო ქმედების გამოვლენისა და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ მომხმარებლების გაფრთხილება კომპანიამ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო.